Я можу сказати аксіому, яку я з'ясувала за все своє життя. Შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს აქსიომა, რომელიც მთელმა ჩემმა ცხოვრებამ მასწავლა. პროფესიული აღიარების, ხატდაჭერისა და პატივისცემის მოსაპოვებლად ქალს კაცზე 1000-ჯერ მეტი ძალისხმევა სჭირდება. ასეთია სიმართლე. ეს მე გამოცდილი მაქვს და ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ევოლუციის გზით შეიძლება გამოსწორდეს. ჯერა რომ მმართველ პოზიციებზე მყოფმა ქალებმა უკრაინაში უნდა მოახდინონ იმის დემონსტრირება, რომ პოლიტიკაში არის მორალის, არის პატიოსნების, არის პრინციპულობისა და მაღალი პროფესიონალიზმის ადგილი. მე ჩემი ცხოვრებითა და პროფესიული კარიერით უბრალოდ მინდა ეს დავამტკიცო. მინდა დავამტკიცო, რომ ქალს შეუძლია დაძლიოს პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც დიდი ხანია ელის უკრაინის საზოგადოება. Дуже тривалий час чекає. Як ви взагалі ставитесь до тих акцій? Რას ფიქრობთ აქციებზე, რომლებიც გასულ კვირაში გაიმართა პრეზიდენტ პოროშენკოს წინააღმდეგ კიევში და ჩერკასიაში? Влада, як ви оцінюєте ці дії? Незалежні журналісти-розслідувачі. დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა გამოაშკარავეს შოკის მომგვრელი ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა თავდაცვის ბიუჯეტის ხარჯზე იშოვა შავი ფული ოკუპანტთან უკანონო ვაჭრობის შედეგად. ეს არის შოკი მსოფლიოსათვის, უკრაინისათვის და საკმარისია საიმისოთ, რომ პრეზიდენტი გადადგეს და თავისი ქმედებებისათვის პასუხი აგოს სისხლის სამართლის კოდექსით. По кримінальному кодексу Тяжкий день для Криму 5 років. მძიმე დღეა, მძიმე თარიღია ყირიმისთვის ანექსიის 5 წელი. მოვიყვან ციტატას ეროვნული უშიშროების საბჭოს 2014 წლის 28 თებერვლის ხდომის ოქმიდან. არც ერთი ტანკი არ უნდა გამოვიდეს ყაზარმიდან. არც ერთმა ჯარისკაცმა ხელში არ უნდა აიღოს იარაღი. ეს დამარცხების თოლფასი იქნება. არავითარი სამხედრო მდგომარეობა და ჩვენი ჯარის მზადყოფნაში მოყვანა. უნდა გავხდეთ ყველაზე მშვიდობის მოყვარელი პლანეტაზე. გავიდა 5 წელი. დღეს რას ფიქრობთ კიევის მაშინდელ ტაქტიკაზე ყირიმთან მიმართებით, აგრესორთან ძალის გამოყენებლობაზე? Застосування сили до агресора. В той час, коли це почалося, у України не було армії. მაშინ როცა ეს ყველაფერი დაიწყო, უკრაინას არ გააჩნდა ჯერ ერთი არმია, მეორე საერთაშორისო მხარდაჭერა და მესამე ამას ხედავდნენ და ამბობდნენ მთელი ძალოვანი უწყებები და მაშინდელი მთავრობა. ჩვენ რომ გვეპასუხა ამ პროვოკაციაზე, როგორც ახლა ვიცით უცხოეთის სადაზვერვო წყაროებიდან, აგრესორი კრემლი ელოდა თუნდაც ერთი ყირიმელის, ან რუსი მეზღვაურის მოკვლას. ეს იქნებოდა მისთვის სიგნალი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთს ესაზღვრება ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისათვის. ეს იქნებოდა ქართული სცენარი. ეს შეცდომა რომ დაგვეშვა დღეს არ გვექნებოდა უკრაინის 2/3. Зробивши помилку, сьогодні не мати 2/3 України. Добре, ви прийшли в президент. Დავუშვათ გახდით პრეზიდენტი, რას გააკეთებდით? Хочу сказати, саме тому я з перших днів მე პირველივე დღიდან არ ვემხრობოდი მინსკის პროცესს. ეს იყო პროცესი ეგრეთ წოდებული უკანონო ლიდერების, სინამდვილეში ტერორისტების, ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლების მონაწილეობით და იმ ხალხის მონაწილეობით, რომლებსაც უკრაინაში არ ეკავათ ოფიციალური პოსტები, მათ შორის არც ვიქტორ მედვედჩუკს, რომელიც პეტრო პოროშენკომ გააგზავნა ამ მოლაპარაკებაზე. და მინდა დავსვა შეკითხვა: სად არის იქ უკრაინა? ახალი პრეზიდენტი დაიწყებს მოლაპარაკებას ბუდაპეშტის ფორმატით. მაგიდასთან იხდებიან არა ტერორისტები ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებიდან, არამედ იმ ქვეყნების პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები, რომლებმაც ტერიტორიული მთლიანობის გარანტია მისცეს უკრაინას და იჯდება უკრაინის პრეზიდენტი. და ისინი გამართავენ მკაფიო გასაგებ დიპლომატიურ მოლაპარაკებას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ დასრულდება მშვიდობით დონბასში და ყირიმის დაბრუნებით. Донбасі і поверненням Криму. Оцей переговорний процес, я намагаюся. მოლაპარაკების პროცესს რაც შეეხება, ვცდილობ გავიგო, როგორ რანაირი ხრიგებით უნდა მიაღწიო იმას, რომ პუტინი დაყაბულდეს ყირიმზე მოლაპარაკების ჩატარებას. რუსები ხომ გარკვევით ამბობენ, რომ ყირიმი მათია. Вони вважають чітко, що Крим їхній. Нам потрібно посилення. გვჭირდება სანქციების გამკაცრება და გვჭირდება ყირიმში აგრესორზე ზეწოლის გაძლიერება, რათა ბუდაპეშტის ფორმატი წარმატებული იყოს. გვჭირდება აუცილებლად თავდაცვითი იარაღის მიღება დასავლელი მოკავშირეებისაგან. ეს მნიშვნელოვანია. ჯერა რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი სწორი გზაა ამ მიმართულებით. Прямо до цього веде.